მრავალფეროვნებას მაქსიმალურად ზღუდავენ და თბილისში იურიდიული მიმართულებით მაგალითად სტუდენტს არ ექნება არანაირი არჩევანი გარდა იმისა, რომ ირაკლი ყოდახიძესთან ისწავლოს, ხო? სხვა მიმართულებებით კი ბატონო როგორც ვიად გაბისონია თქვა, სხვა მიმართულებებით შეიძლება ვთქვათ კერძო უნივერსიტეტებში ან საჯაროში, მაგრამ კონკრეტული მიმართულებით მხოლოდ ერთი უნივერსიტეტის არჩევის შესაძლებლობა ექნება, ეს რაც დღეს თქვა. გუშინ ცოტა სხვა რაღაცა თქვა. მოკლედ საკმაოდ ძიმე ვითარება არის და უამრავი სხვა ცვლილებებიც შეაქვთ, რაზეც დღესაც გვინდა რომ თქვენთან ერთად ვიმსჯელოთ. ამის პარალელურად უნდა ვთქვათ, რომ დღეს 5 საათზე პლენარულ სხდომაზე განიხილავენ საკითხს, რომლითაც 1 მილიონზე მეტ ადამიანს, ემიგრანტს ხმის უფლებას ართმევენ. ეს მიდის ჩვენი დისკუსიის ფაქტორულად პარალელურად 5 საათზე დაიწყება განხილვა და რა ვიცი, ძალიან ძნელია რომ ყველა ამ საკითხზე ერთობლივად კონცენტრირდეთ, მაგრამ სხვა არჩევანი არ გვაქვს. ჩვენ დისკუსიებზე გვინდა რაღაც მაქსიმალურად მრავალფეროვანი საზოგადოება იყოს და მაქსიმალურად მრავალფეროვანი ხმა იყოს წარმოდგენილი და ერთ-ერთი ადამიანებმა არ ვისაუბროთ. აიტომ დღეს მშობლების პერსპექტივას წარმოგიდგენთ, მშობლები ილაპარაკებენ თავიანთ პერსპექტივაზე, იმიტომ რომ პრინციპში თუ ვინმეს ემუქრება ვთქვათ და სამხრეთ წინაშე ხდება, ეს არიან აბიტურიენტები, მომავალი აბიტურიენტები და პრინციპში თუ ვინმე უნდა იყოს აქტიური, ეს არიან მშობლები, აბიტურიენტები, ახალგაზრდები, ხო და ის პრობლემა, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე იდგა, უთანასწორობა, ხო და დღეს რო ვთქვათ, აი ამ ცვლილებებით განათლება კიდევ უფრო ელიტური ხდება და კიდევ უფრო ვთქვათ, დიდრებისთვის იქნება ეს მხოლოდ ვთქვათ, სხვა ჯგუფები კიდევ უფრო ჩაგრულ მდგომარეობაში გებიან, მაგალითად ვთქვათ, ეთნიკური უმცირესობებისთვის ფაქტობრივად ამ ცვლილებებით განათლება ხელმიუწვდომელი იქნება, ხო? ცოტა ხნის წინ იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განხილვა, სადაც შშმ პირების შესახებ საუბრობდა გამომსვლელი და ამ ჯგუფისთვისაც ფაქტობრივად განათლება ხელმიუწვდომელი იქნება. ამიტომ მოკლედ ეს საკითხი არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება ჩვენ უფრო უნდა მეტი შეხვედრა თუ დისკუსია, საჯარო შეხვედრები, დისკუსიები უნდა გქონდეს და მეტ ადამიანს, სტუდენტს, აბიტურიენტს უნდა მივაწვდინოთ ეს ხმა. აქ მე დავამთავრებ, დღეს გამოსვლელები იქნებიან მედიატურაშვილი და ვერა გოგოხია, ორივე მშობლის სტატუსით იქნება და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგად წარმოაჩენენ თავიანთ პერსპექტივას და პრობლემებს და რამდენად აცდენაში არის ეს შემოთავაზებული ცვლილებები იმ გამოწვევებთან, რაც დღეს გვაქვს. ხო, ანუ გამოწვევა მაგალითად სასკოლო დონეზე არის ხარისხი და ხელმისაწვდომობა და ესენი გვთავაზობენ რაღაცა ფორმას და ტელეფონების ჩამორთმევას, ხო და იგივე არის უმაღლეში, ხო? ამიტომ მოკლედ მე მგონია რომ აი ამ საზოგადოების პასუხისმგებლობა არის, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწვდინოთ. ხმა აქ ვიტყვი, რომ ყოველ შაბათს თქვენ იცით, რომ ვინც ყოველდღიურად ვერ ახერხებს აქტიურად იყოს ჩართული საპროტესტო წინააღმდეგობაში, ყოველ შაბათს 7 საათზე ფილარმონიიდან არის აქციები და მათ შორის ამ თემასაც დაეთმობა ვთქვათ ეს აქციები, ამიტომ ესეც მაქსიმალურად გავავრცელოთ. მადლობა და მე მედიას გადავცემ სიტყვას. მადლობა მეგობრებო. მე უფრო სასკოლო ასაკის ბავშვების მშობელი ვარ და ამიტომ უფრო მეტად ამაზე მინდა გავამახვილო ყურადღება. ჩვენ გვაქვს განცდა, რომ როგორც სკოლის მოსწავლეები, ისე აბიტურიენტებიც, ჩვენი შვილებიც რაღაცა საექსპერიმენტო ვირთხებივით ვართ ქცეული სინამდვილეში, იმიტომ რომ ჩვენზე ყოველწლიურად რეგულარულად რაღაცა ტიპის ექსპერიმენტები ხორციელდება. ამ დროს სინამდვილეში ჩვენ სერიოზული სისტემური პრობლემები გვაწუხებს. სისტემურ პრობლემებს სამი ძირითადი პრობლემა მინდა გამოვყო, რაც აწუხებს ჩვენს სასკოლო განათლებას, ასე რომ ვთქვათ, ეს არის ინფრასტრუქტურა, ეს არის არარსებული სკოლები, დაანგრეული სკოლები, რომლებიც წლებია გაუმართავია, იმ სკოლებში, რომლებიც დგას ფიზიკურად და რაღაცა ტიპის რემონტი აქვს ჩატარებული, ქრონიკულად მოუწესრიგებელი არის ჰიგიენური წერტილები, ტუალეტები და ღირსების შემლახავია 21 საუკუნეში ჩვენ ვლაპარაკობდეთ არასრულწლოვნების იმ პრობლემაზე, რასაც ქვია, რომ ისინი ტუალეტში ვერ შედიან. სირცხვილია.
და გამოდის ახლა ეს მინისტრის მოადგილე გვეუბნება რომ გააზრების პრობლემა გვაქვს. გააზრების პრობლემა არა, ჩვენ კი არა გვაქვს. ისინი არ მოსულან ერთი დღე სკოლაში. ფეხი არ შემოუდაგავთ არც ერთ საჯარო სკოლაში წლების განმავლობაში ამ მინისტრებს და მათ მოადგილეებს. ერთადერთი მათი ვიზიტები არის რაღაცა ახალგარემონტებულ სკოლაზე ლენძ გასჭრიან, იქაც მასწავლებლები ასე დაატარებენ, ისე რომ ერთ განსხვავებულ აზრს არ მოისმენენ. დეკორაციები არიან აბსოლუტურად, ხო? მეორე სისტემური პრობლემა არის განათლების ხარისხი. ჩვენი შვილები ყოველდღიურ რეჟიმში დაწყებითი კლასიდან დაწყებული ბოლომდე დაფალი ხარისხის განათლებას იღებენ. ამას აქვს რეგულარული ხასიათი. ყვირილი არის მაგალითად ბავშვებთან გამკლავების ერთადერთი მეთოდი, რა დღეს მასწავლებლებს აქვთ. მათ არ აქვთ დახმარება, მასწავლებლებს არ აქვთ შესაბამისი დახმარება, პროგრამები, რომლებიც მათ ელემენტარულად საკლასო პროცესში წაეხმარებოდა. წიგნებზე არაფერი ვთქვა, საერთოდ ვერც ვარკვევთ რა წერია ამ წიგნებში, რომ ჩვენ შვილებს დავეხმაროთ მაინც, ხო? ასე რომ ის, რასაც ჩვენ ვისმენთ, თან ეს რაღაცა ტიპის ბუნდოვანება რომ შემოიტანეს, ერთ დღეს ერთს გეტყვიან, მეორე დღეს მეორეს გეტყვიან, უნდა იმკითხაო და თან თურმე არა გააზრების უნარი. ამ დროს დაალაგებულად მაინც ჩამოაყალიბე, რომ აფუჭებ იმას, როგორ აფუჭებ. აი დაალაგებულად რო გითხრან, იქნებ ესეც გავიგოთ, არ ვიცი. მაგრამ სინამდვილეში მე მინდა დავსვა, როგორც მშობელმა, დავსვა ის კითხვები, რაც ჩვენ გვაქვს და რასაც ჩვენ ველით, რომ ჩვენი განათლების სისტემა უნდა პასუხობდეს და თუ რაიმე ტიპის ინიციატივა შემოაქვს, აი ამ შეკითხვებზე უნდა გამცეს მე როგორც და ჩვენ ყველას როგორც მშობლებს პასუხი. რატომ არ დაჰყავთ მაღალჩინოსნებს თავისი შვილები საჯარო სკოლებში? როგორ შეიძლება, რომ 13 წელი ხელისუფლებაში იყო და სკოლებში ტუალეტები ჯერ ისევ მოსაწესრიგებელი იყოს? რატომ ხდება, რომ ჩვენი შვილები ექსპერიმენტის ობიექტებად გადაიქცნენ ყოველი ახალი მინისტრის მოსვლის პირობებში? ბოლო 13 წელიწადში 8-ჯერ გამოიცვალა ამ მთავრობაში მინისტრი. რა ზომები მიიღო ამ მთავრობამ, რომ ჩვენ შვილებს წაკითხulis გააზრებაში და მეცნიერებებში ჰქონდეთ გაუმჯობესება წლიდან წლამდე? რა ზომები მიიღო სამინისტრომ, რომ მასწავლებლები იყვნენ არა პოლიტიკური დეკორაციები, არამედ ჰქონდეთ სიტყვის და გამოხატვის უფლება მათ შორის სასკოლო სივრცეში? როდის იქნება სკოლაში კვება? მინიმუმ წახემსება მაინც. როდის იქნება, რომ სკოლაში აქტიური ბავშვი და მშობელი ინტრიგნად არ მოინიშნოს? როდის იქნება სკოლებში პედაგოგებმა, სოციალურმა მუშაკებმა, მანდატურებმა და სკოლის ადმინისტრაციამ შეთანხმებულად და კოორდინირებულად იმუშაონ იმისათვის, რომ სკოლებში ჩაგვრა და ძალადობა აღმოიფხვრას. და მე თქვენ შეგახსენებთ ბოლო ინციდენტს, რაც მოხდა ზუგდიდში, როდესაც 10 წლის ბავშვს უსწორად მახსოვს ასაკი, გაუპატიურების მცნელობით ემუქრებოდნენ თავისივე თანაკლასელები სკოლის სასწავლო პროცესის დროს სკოლის ტერიტორიაზე. სად არიან სკოლის ადმინისტრაცია, მანდატური, ფსიქოლოგი, სოციალური სამსახური? და რატომ ხდება სკოლაში სწავლის პროცესში ესეთი რაღაცა? როდის იქნება, რომ სკოლებში ბავშვებს ასწავლონ დებატების, დემოკრატიის და პრობლემების არაძალადობრივი გზებით გადაჭრის კულტურა? ჩვენი სკოლა მიმართულია არა ბავშვების თავისუფალი აზრის წახალისებისკენ, არამედ ჩახშობისკენ. ჩვენ ეს ვიცით ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენ ამას ვისმენთ ყოველდღიურად. ბავშვი უნდა იყოს ჯუმად, მშობელი უნდა იყოს ჯუმად, მასწავლებელი უნდა იყოს ჯუმად, დირექტორი უნდა იყოს ჯუმად და მთელი სისტემა აწყობილია აი ამ ცხურის სიჩუმეზე, სამწუხაროდ. როდის იქნება სკოლებში საკმარისი ფსიქოლოგები ბავშვებისთვისაც და პედაგოგებისთვისაც? როდის იქნება სკოლებში წიგნები ადამიანურ ენაზე დაწერილი? როდის გვაჩვენებს განათლების სამინისტრო სტატისტიკას, თუ როგორია სოციალურად დაუცველი მოსწავლეების მოსწრება და უმაღლესი ჩაბარების მაჩვენებელი? იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ დღევანდელი ჩვენი ზოგადი განათლება, თუ გნებავთ უმაღლესი განათლება, ეს არ არის საყოველთაო. საყოველთაობა იქნებოდა ყველას რომ ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა, მაგრამ დღეს გჭირდება
არ ვიცი, წინაპრების დატოვებული ქონების გაყიდვა, დაყადაღება და ყველა ფორმით დაგირავება, რომ შეძლო საკუთარი შვილისთვის ელემენტარული განათლების მიცემა, ელემენტარული ხარისხიანი განათლების მიცემა. და ხო ვიცით ჩვენ რამხელა ასიმეტრია არის მათ შორის კერძო სკოლებსა და საჯარო სკოლებს შორის და რატომ უნდა იჩაგრებოდნენ ის ბავშვები, რომლებიც დადიან საჯარო სკოლებში. ამიტომ კეთილი ინებონ ამ განათლების სისტემის, პარლამენტის სისტემის წარმომადგენლება და ატარონ საკუთარი შვილებით საჯარო სკოლებში, იმისათვის რომ მინიმუმ ერთხელ მაინც ხო ოდესღაც მოუწევდათ შესულიყვნენ ამ შენობებში და დაენახათ რა გარემოებებში და რა პირობებში არიან ჩვენი შვილები და ჩვენი მომავალი თაობა. რო არაფერი ვთქვათ იმ დაანონსებულ რაღაც ცვლილებებზე, რომელსაც ახლა ესენი გთავაზობენ. საერთოდ როგორც მე არ მახსენდება ხელისუფლება არც ერთ ქვეყანაში, არც მდიდარ ქვეყანაში, არც ღარიბ ქვეყანაში, რომელიც თავის მომავალ თაობას პირდებოდეს არა პროფესიონალურ განვითარებას, არა ტექნოლოგიურ მიღწევებში ჩართვას, არა მეცნიერებას, არა განათლებას, არა მედიცინის მიღწევებში მონაწილეობას, თუნდაც სპორტულ ღონისძიებებში თუ სპორტულ მიღწევებში მონაწილეობას. არ მეგულება მთავრობა, რომელიც თავის ახალგაზრდებს არ ეუბნებოდეს, რომ მათი განვითარება, მათი სწავლა არის მნიშვნელოვანი. და ჩვენი მთავრობა გვეუბნება, რომ ერთადერთი დანიშნულება, რაც ჩვენს ახალგაზრდებს უნდა ჰქონდეთ, არის ის, რომ უნდა იყვნენ იაფი მუშახელი. იაფი მუშახელი ვისთვის? იაფი მუშახელი უნდა იყვნენ რუხაძისთვის, ზარალასთვის, ავერსის კაცის სახელი დამავიწყდა, კურტანიძისთვის დაისვა ის კაცი, რომელმაც ჩვენ შვილებს კლინტიანი რძე აჭამა წლობით, აი ის ადამიანი დაისვა ჩვენმა ეგრეთ წოდებულმა პრემიერმა შეხვედრაზე და მასთან გადის კონსულტაციას, როგორი უნდა იყოს ჩვენი განათლების სისტემა. და არა იმათთან, ვინც ეს თემა იცის, არა იმათთან, ვისაც ეს ეხება. ბოლოს და ბოლოს ამ ქვეყანაში ჩვენ მშობლებიც და ყველა მოქალაქე უნდა შეეგუოს იმას და უნდა გავიაზროს და უნდა მუდმივად გვახსოვდეს, რომ ჩვენ შესახებ გადაწყვეტილებები ჩვენს გარეშე არავინ არ უნდა გაბედოს და არ უნდა მიიღოს. მე როგორც მშობელი ვითხოვ, რომ ჩემი შვილების განათლების შესახებ მე დამელაპარაკონ. ჩვენ დაგველაპარაკონ, ვინც აქ მშობლები ვართ. ექსპერტებს დაელაპარაკონ. დიახ, განათლების ექსპერტებს, რომლებისადმი მე გაცილებით დიდი ნდობა მაქვს, ვიდრე დღევანდელი ეგრეთ წოდებული ხელისუფლებისადმი. რომელმა ხელისუფლებამაც მილიონჯერ ჩვენზე ცდები ჩაატარა, მილიონჯერ გადაგვაგდო სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და არანაირი ნდობა მათ მიმართ აღარა გვაქვს. მადლობა. საღამო შვიდობის, მე ვარ ვერა გოგოხია, მედიას მეგობარი, მედიას მადლობა მინდა უთხრა, რომ ის ძალიან კითხვები, რაც ჩვენ ყველას გვაწუხებს გააჟღერს. მე მინდა გავიხსენო ის დღე, როდესაც გამოცხადდა, რომ მე-11 კლასი არა იქნება. ჩემი შვილები არიან მე-11 კლასში. მე შოკში ვიყავი, მაგრამ სადღაც გულში გამკრა ცნობამ, რომ შეიძლება ბავშვებს ეს გაუხარდეთ. იმიტომ რომ ბავშვებს სკოლა არ უყვართ და მე მგონი რომ ახლა ნაკლები წელი მოუწევთ სკოლაში წასვლა, ეს სადღაც გულში მათ სიამოვნებას ან სიხარულს მიანიჭებდა, რაღაცა უღლუტოს. რომ დავუძახე და ვუთხარი, ნახე შეხედეთ, მე-12 კლასი არ იქნება, ბავშვები უფრო ცუდად გახდნენ ვიდრე მე. იმიტომ რომ რომ ვკითხე რა მოხდა უფრო ადრე ჩააბარეთ, მაგათი პასუხი იყო, რას ამბობ, ჩვენ კიდევ უფრო ნაკლები დრო გვრჩება, რომ მოვემზადოთ, კიდევ უფრო ნაკლები დრო გვრჩება, რომ მოვიფიქროთ რა გვინდა, კიდევ უფრო ნაკლები დრო გვრჩება, რომ მზად ვიყოთ უნივერსიტეტში შესასვლელად, ლექციებზე დასასწრებად. იმის მერე ჯერ კიდევ შოკში არიან. ამ შოკს დაემატა კიდევ ის, რომ ირკვევა, რომ ის იმ უნივერსიტეტებში, რომელშიც ჩემი მეგობრების შვილები სწავლობენ, შარშან ჩააბარეს, ეს გამოცდილება, რაც მათ ჰქონდათ, რომ მათი მეგობრები უკვე სწავლობენ უნივერსიტეტში, ესე ადვილად აღარ მოვა მათ ცხოვრებაში. და რა თქმა უნდა, ჩვენს თავზე დატრიალდა მთელი ფიქრები, რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ, რისთვის ვაკეთებთ.
მე ვფიქრობ, რომ მინდა ვთქვა სამი რაღაც, რასაც ვეთანხმები, რაც არის სასკოლო რეფორმის კონცეფციაში. პირველი ეს არის, რომ საქართველოს განათლების სისტემა დგას კომპლექსური გამოწვევების წინაშე. ვეთანხმებ. ალბათ ყველა ეთანხმება, ვისაც სკოლასთან რაიმე შეხება ქონია. მეორე, რომ მასწავლებლის პრესტიჟი არის ასამაღლებელი. ვეთანხმები. რომ მასწავლებლის ხელფასი არის გასაზრდელი. ვეთანხმები და რომ ინკლუზიურობა არის მნიშვნელოვანი. ამაში ყველაფერში ვეთანხმები. ხო, დანარჩენი რაც მოდის აი ამ კონცეფციაში, ყველაფერი არის საშიში, ამაღელვებელი და მშვიდობია ჩემგან, ჩემი ცხოვრებიდან მშვიდი ცხოვრება უკვე წავიდა აი ამ დღეების შემდეგ. მე გუშინ ამ დილას ჩავხედე ბიუჯეტს, რომელიც უნდა დამტკიცდეს 2026 წლის. აღმოჩნდა, რომ ამ ბიუჯეტში შარშანდელთან შედარებით 270 მილიონზე ნაკლები ლარი დაიხარჯება განათლებისთვის. ანუ მომავალ წელს უფრო ნაკლები ფული ექნება სახელმწიფოს, რომ დახარჯოს განათლებაზე, ვიდრე შარშანდელ წელზე. შარშანდელ წელს გვეუბნება, რომ განათლება იყო ძალიან ცუდი და წელს უნდა გავაუმჯობესოთ განათლება. ანუ ნაკლები ფულით უნდა გავაკეთოთ რეფორმა სკოლაში, უმაღლესში და ნაკლები ფულით უნდა გავზარდოთ ხელფასი მასწავლებლის, როგორც ეწერა კონცეფციაში, ნაკლები ფულით უნდა შეიქმნას კარგი სახელმძღვანელო, რომელიც თუ ამდენი წელი ვერ შეიქმნა, მაგრამ ეხა უფულოდ შეიქმნა. მე ვსვამ კითხვას, როგორ შეიძლება რაიმე გაუმჯობესდეს, თუ კი ნაკლებ ფულს დავხარჯავთ? რატო უნდა დაიხარჯოს განათლებაში ნაკლები ფული, თუ კი ჩვენ ყოველი გამომუშავებელი 1 ლარიდან ვიხდით 20 ფეთს ბიუჯეტში. ყოველი დახარჯული 1 ლარიდან ვიხდით 18 ფეთს. იმისთვის, რომ ჩვენ გქონდეს რაღაცა მნიშვნელოვანი და ბაზისური, რაც მნიშვნელოვანი არის ჩვენი ჯანმრთელობა და ჩვენი განათლება, აი აქედან 270 მილიონი კიდე წაართვან ამ ბავშვებს. არა მარტო წაართვან და შეუმცირონ არჩევანი, თუ სად შეძლებათ მათ სწავლა, შეუმცირონ წლები, რაც უნდა გაატარონ განათლებაში, შეუმცირონ გამომდინარე აქედან მასწავლებლების და პროფესორების რაოდენობა. ამის მიუხედავად, ჩვენ კიდევ გვეუბნებიან, რომ განათლება უახლოვდება ევროპულ ხარისხს. როგორ უახლოვდება განათლება, თუ კი იშორდება 11 კლასის მოშორებით და მაგისტრატურის შემცირებით. ანუ აღმოჩნდა, რომ ჩემი შვილები დღეს უფრო ცუდ დღეში არიან განათლების მხრივ, ვიდრე ეს მე მეჩვენებოდა 1 წლის წინ. და მე ვუსვათ ჩემ თავს კითხავს, როგორ აღმოჩნდით აქ? როგორ აღმოჩნდით ქვეყანაში, სადაც გვეუბნებიან, რომ უკეთესი შეიძლება უფრო ნაკლები ფულის დახარჯვით? როგორ აღმოჩნდით იქ, სადაც გვეუბნებიან, რომ უფრო ნაკლები განათლება არის უკეთესი განათლება? როგორ აღმოჩნდით იქ, სადაც დარწმუნებით გვეუბნებიან, რომ მარტო პროფილური განათლება საკმარისია საუნივერსიტეტო განათლებისთვის? როგორ აღმოჩნდით ჩვენ ის ხალხი, ვინც ამას ყველაფერს დავიჯერებთ და ამაზე ხმას არ ამოვიდგენთ? ძალიან გთხოვთ ყველას, ვისაც ეს არ მოგწონთ, ვისაც შეკითხვები გაქვთ, ვისაც ქართულის ნება მოგწონთ, მაგრამ შეკითხვები მაინც გაქვთ, გთხოვთ შემოგვიერთდეთ, რომ შევაჩეროთ. ძალიან დიდი მადლობა რიასაც და ვერასაც ამ შესანიშნავი სიტყვებისთვის. ვინმე ხომ არ გინდათ? ან კითხვები დაუსვათ გამოსვლელებს, ან თქვენ თვითონ დაამატოთ რამე. მოგესალმებით. აქ პრაქტიკულად ყოველ სამშაბათს არის შეხვედრა და ცოტა მკითხვა ერთ და იგივე გამოვდივართ. ეხლა მე არა ვარ თვითონ ამ სფეროს წარმომადგენელი. ეხლა სადაც სიმონ ჯანაშია გამოდის და ცოტა გამოდის, გამოხვიდე და სფეროს დეტალებზე ილაპარაკო, ცოტა ისე მაგრამ მშობლის რანგში უკვე შემილია რაღაცა 1-2 სიტყვა თქვა. მე უფრო ისტორიულ რაკურსში გადავალ. როდესაც ჩემმა თაობამ დაამთავრა სკოლა ან ინსტიტუტი. და ჩემთვის რომ ვინმეს ეკითხა სკოლაში ან ინსტიტუტში საზღვარგარეთ სწავლა მოგინდებაო, ალბათ დავცილები რა. საერთოდ არ ვფიქრობდი მაგაზე. მე განსაკუთრებით ამას იმიტომ უსმავ ხაზს, რომ
შეიძლება სტუდენტი დღეს არ უნდა სწავლა, მაგრამ ან მოსწავლის, მაგრამ ის რაჭკუაზე იქნება 4-5 წლის მერე, ეს არავინ არ იცის, თვითონაც არ იცის დღეს. როდესაც მე გადავწყვიტე, რომ უნდა წავსულიყავი სასწავლებლად საზღვარგარეთ, მე აღმოვაჩინე, რომ ჩემი საბუთები ყოფილა აბსოლუტური ნული, რომელსაც საქართველოს გარეთ არანაირი ძალა არ აქვს და მე აღმოვაჩინე, რომ მე უბრალოდ არჩევანი არ აქვს. როდესაც დავიწყე ძიება, რამე ხო არ ხდება ამ კუთხით, აღმოვაჩინე 3 წერტილი და ჩემი თავების ხალხს ემახსოვრება, ერთი იყო არაყიშვილზე მასკის პროექტი, იყო ჭოველიძეზე სოროსი და იყო ჭავჭავაძეზე დიდი ბრიტანეთის პროექტი. თითო სპეციალობიდან 2-3 ბავშვი, ანუ შენი შანსი იყო, რომ ქვეყნის მასშტაბით 8-9 ბავშვი უნდა მოხვედრილიყავი. იქვე იყო ბიბლიოთეკები, დავდიოდით ძალიან ბევრი ბავშვები, ყველანი ვიცნობდით ერთმანეთს, როგორი ბიჭები. და მე მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურმა უმრავლესობამ ვერ აიხდინა ოცნება და ვერ წავიდა სასწავლებელად. ძალიან მონდომებულები ბიბლიოთეკებში დღე და ღამეებს ვათენებდით, მაგრამ ძნელი იყო, მცირე იყო. როდესაც მე გადავხედი ამ რეფორმას, როცა თქვეს, რომ აი 11 კლასიო და მივხვდი, რომ ბოლონის პროცესს შორდებოდნენ, მე მივხვდი, რომ ბავშვებს ართმევდნენ ამ არჩევანის უფლებას. ანუ მე არ შევდივარ, კარგი სისტემა იქნება, მე თუ ცუდი სისტემა. მე უბრალოდ უსმევ ხაზს და მინდა ახალგაზრდებს ვუთხრა, რომ თქვენ არ იცით, რა ჭკუაზე იქნებით 3-4 წლის მერე და თქვენი არჩევანის უფლება არ დადგოთ. თქვენ როცა მოგინდებათ, უნდა გადაშალოთ რუკა, ფულზე არ არის საუბარი. საბუთების კუთხით არ უნდა გქონდეთ პრობლემა. დასავლეთით წახვალთ, აღმოსავლეთით წახვალთ, თუ საიწყოთ, ეს არის თქვენი არჩევანი. და ეს არჩევანი არ უნდა წაგართვათ არავინ. არავის არ მიცეთ უფლება, რომ თქვენი არჩევანი აიღოს და გითხრას, რომ იცი რა, საფრანგეთში კი არ წახვალ სასწავლებლად, სადღაც სხვაგან წახვალ სასწავლებლად. მე არავის არ მეწინააღმდეგები. ბავშვმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, სად უნდა სწავლა, როგორ უნდა სწავლა, როდის უნდა წავიდეს, სკოლის მერე წავიდეს, ინსტიტუტის დამთავრების მერე წავიდეს. ამაზე მე ჩემ თავს არ ვაძლევ უფლებას, რომ ჩემ შვილს რაღაცა დირექტივები მივცე, უბრძანო, ჩემ სკოლაზე იაროს და მithumetes სახელმწიფო მოხელეებს არ უნდა მივცეთ იმის უფლება, რომ ჩვენ შვილებს წაართვას არჩევანი, იმიტომ რომ აი ჩემი შვილის არ ვიცი მე რა სკოლაზე იქნება 4-5 წლის მერე. და მე არ მინდა რომ მან მითხრას, რომ აი მე არჩევანი არა მაქვს და მე კი მინდა, მაგრამ იქ მე ვერ მივდივარ საბუთების გამო და უნდა წავიდე აქ. ამიტომ მოვუწოდებს უყოლას, რომ გარდა იმისა, როგორი უნდა იყოს სისტემა, შევხედოთ, ჩვენ შვილებს ხომ არ ართმევენ არჩევანის უფლებას. და ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს არჩევანის უფლება დარჩეს. და ბავშვმა თვითონ გადაწყვიტოს, სად ისწავლის, რომელ ფაკულტეტზე ისწავლის, როგორ ისწავლის, თუ საერთოდ გადაწყვეტს წავიდეს და საზღვარგარეთ ისწავლოს. ჩემი შვილი მე სულ მეუბნება, რომ მე არ გთხოვ ფულს. მე მინდა უფლება, რომ წავიდე იქ სასწავლებლად, სადაც წავალ. მე იქ მოვიპოვებ სტიპენდიას, მოვიპოვებ სწავლის ფულს, ამას ისახს, რომ მე გავაკეთებ, მაგრამ წასვლის უფლება ნურავენ გადაწყვეტ ჩემს მაგივრად. აი მე მინდა, რომ ჩვენ შვილებს უთხრათ ეს, რომ აქ ამის საფრთხე არის, რომ შეიძლება კი არა იმათ აუცილებლად რაღაც დროს 15-16 ასაკში სხვანაირი ხარ ადამიანი, 17-18 სხვანაირი ხარ, 22-23-ისა საერთოდ სხვანაირი ხარ. და უნდა ავუხსნათ, რომ შენ რო იქნები 22-23, ისოდე შენ ეს უფლება წართმეული გექნება უკვე. და შენ ვეღარ გადაწყვეტ შენ ჭკუაზე. და აი ამ კუთხითაც შევხედოთ ამას და ამ კუთხითაც ვიფიქროთ სულ ყველა. დიდი მადლობა. დავამატებ ორ სიტყვას, როგორც მშობელი, ასევე და ვიტყვი, რომ ჩვენ როგორც მშობლები წლების განმავლობაში ვიკვლევთ და ვსაუბრობთ ერთმანეთში, მეგობრებო, რა პრობლემები გვაქვს და ეს არის ძალიან ბევრი პრობლემა. ეს ეხებოდა ელემენტარულ პირობებს სკოლაში, სანიტარიას, თბილ წყალს და საყონს, ხელების გაწმენდის შესაძლებლობას ნორმალურად. ეს ეხებოდა სწავლის ხარისხს. ეს ეხებოდა კვებას სკოლაში, ჩვენ გვქონდა სამინისტროში არაერთი შეხვედრა მშობლებს, მაგრამ ჩვენი მცდელობა იყო ყოველთვის ამაო. და ჩვენ ძალიან გვაინტერესებს ის, რასაც ესენი გვთავაზობენ ამჯერად. რის საფუძველზეა ეს დასკვნები გამოტანილი, საერთოდ გაიარეს თუ არა ვინმესთან კონსულტაცია და რატომ არ გვეკითხებიან არაფერს ჩვენ, მშობლებს, იმიტომ რომ ჩვენ ზუსტად ვიცით რა აწუხებთ ჩვენ შვილებს. და ჩვენ გვაქვს ასევე ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე ძალიან ბევრი ნაფიქრი. ზოგადად განათლება არის ისეთი სფერო, რომელიც ყველას გვეხება და
ეს უნდა ყოფილიყო საერთო დისკუსიის საკანი. მე ნული მაქვს ნდობა ამ პროცესის მიმართ, რაც ახლა ხდება, იმიტომ რომ ეს არის რამდენიმე ადამიანი, რომელიც შეიკეტა კაბინეტში, გამოვიდნენ და გვეუბნებიან, რომ თქვენ ეს უნდა გააკეთოთ. ჩვენ ეს არ უნდა გავაკეთოთ, იმიტომ რომ ეს არ არის სწორი და ვერ მოვისმინე ვერც ერთი არგუმენტი პროფესიონალებისგან, რომლებიც იტყოდნენ, რომ ეს რეფორმა რამე ღირებული არის და რამე ღირებულ შედეგებამდე გამოყვას და ჩემი კითხვები არის სწორედ ეს სამინისტროსთან, ვისთან გაიარეს რეკომენდაციები, ვის საფუძველზეა ეს 4 გვერდიანი ქარატინა ეგრეთ წოდებული კონცეფცია შედგენილი და საერთოდ რა შედეგებზე გავყავართ ამ კონცეფციას. და ჩვენ ასევე მშობლები ვართ, გადამხდელები, გადასახადების გადამხდელები და ჩვენ ვუხდით ხელფასებს სამინისტროში მომუშავე ადამიანებს და საერთოდ ყველა სამინისტროს და საჯარო მოხელეებს და ისინი ვალდებულები არიან გაითვალისწინონ ჩვენი ინტერესები. წარმოუდგენელი ამბავია ასეთი სითაუხედით და ასე ყოველგვარი რეკომენდაციების და განხილვების გარეშე მსგავსი ტიპის გადაწყვეტილების მიღება. მე არ ვარ განათლების ექსპერტი, მაგრამ მე ვარ მშობელი და ძალიან ბევრი პრობლემა ვიცი რა ხდება სკოლებში. ამიტომ ჩვენ მართლაც არ უნდა გავჩუმდეთ ამ თემაზე და მე მართლა ვთვლი, რომ განათლება საფრთხეშია და თუ განათლება საფრთხეშია, ქვეყნის მომავალი საფრთხეშია. ამიტომ ვფიქრობ, რომ მშობლები ამ შემთხვევაში უნდა დავდგეთ ჩვენი შვილების ინტერესების სადარაჯოზე, იმიტომ რომ როგორც ხედავთ, სხვა არავინ ამაზე არ ფიქრობს. ასე რომ მინდა რომ მოგიწოდოთ ყველას შემოგვიერთდეთ ამ ინიციატივებში. მადლობა. დიდი მადლობა. მე მგონია რომ ბევრი სათქმელს ვიტყვი და ამან და კიდე ჩემ წინ გამოსულმა მშობლებმა რაღაცნაირად მომცეს ეს ითამამე რომ ციკლოს და კოტალდაცვების ფონზე განათლებაზე ვილაპარაკო ამ შემთხვევაში როგორც მშობელმა. მე მგონია რომ ეხლა რასაც გავიხსენებ ეგ დრამა გათამაშდა ყველას ოჯახში სხვადასხვა ხარისხით, როდესაც პირველ კლასში უნდა შესულიყო ჩვენი შვილი. მახსოვს რომ დიდხანს ვსჯელობდით სკოლის არჩევაზე და ნუ არჩევანებს შორის პირველი არჩევანი რომელიც უნდა გაგვეკეთებინა მდგომარეობდა იმაში შეგვეყვანა შვილი კერძო სკოლაში თუ საჯარო სკოლაში. მაშინ მახსოვს ჩემი არგუმენტი იყო ესე იგი შემდეგი ორი არგუმენტი მქონდა. ერთი ის რომ რა მნიშვნელობა დაწყებით კლასებში სადისწავლის ხო, ნუ ანამდე 4 წელიწადში კრედიტი დაიფარება, დანაზოგი გაჩნდება და მე გადავიყვანოთ კერძო სკოლაში თუ უკეთესი სწავლის შესაძლებლობა გვინდა რომ მივცეთ და მეორე საერთოდაც ვამბობდი რომ აი ძალიან მნიშვნელოვანია რომ რაღაცნაირად ბავშვს არ ქონდეს ძალაუფლების დისტანცია თუ რესურსების დისტანცია თავის თანატოლებში და ამაზრით მგონია რომ საჯარო სკოლა ის ადგილია და ასე შემდეგ. ეს იყო ჩემი არგუმენტი და არც მაშინ ვიყავი დარწმუნებული რომ ამ არგუმენტში ბოლომდე გულწრფელი ვიყავი და სიმართლე გითხრათ არც ეხლა ვარ იმის გამო რომ პრინციპში ამ არგუმენტებით რაციონალიზაციას ვცდილობდი იმისი რომ კრედიტის გადახდა და საჯარო კერძო სკოლის გადასახადი ერთდროულად არ გამოდიოდა. ნუ ამასობაში ჩემი შვილი მე-10 კლასელია და კრედიტი აღარ მაქვს, მაგრამ რო გითხრათ რომ დანაზოგი მაქვს და სკოლა შეუცვალებლად მოგატყუებ, ისევ საჯარო სკოლაში სწავლობს. და არ მგონია რომ ამაზრით ეხლა რაღაცა ისე ვწყვები რომ ვინმე სანგული უნდა აკიჩუყდეთ ან რაღაცა ასეთი მგონია რომ ეს არის ძალიან ჩვეულებრივი რამ უამრავ თქვენგანს გაქვთ ესე იგი მსგავსი ვითარება ათასობით ვართ ასეთი ამ ქვეყანაში კარგად გამიგეთ ეხლა რა თქმა უნდა ჩვენ წრეშიც არის ხალხი რომლებიც ახერხებენ შვილების კერძო სკოლაში ესე იგი აწარონ და რა თქმა უნდა ამ ყველაფრის დემონიზაციას არ ვცდილობ მე ხო ვცდილობ ახსნა ის რომ აი როგორი იყო ჩვენი ესე იგი სტრატეგია ჩვენ შვილების განათლებასთან მიმართებაში არა და კიდევ მეორე მგონია რომ ბევრი ვართ ასეთი და ესე იგი ბოლო უკვე ხა მე-10 კლასია და ამ არგუმენტებს თუ რაციონალიზაციას თუ თავის გამართლებას დაემატა ის რომ აი სამაგერად უნივერსიტეტი იქნება ის სივრცე სადაც ესე იგი მას შესაძლებლობა იქნება რომ ხარისხიანი განათლება მიიღოს და ეს რეფორმა მგონია რომ სწორედ ამ ბოლო იმედს რომელიც ბევრ ჩემნაირს ჰქონდა ამას უხავს აშკარად ამცირებს შესაძლებლობას რომ ეს ხო და თან ხო ყველა მაგას ფიქრობდით რომ ბოლო კლასებში მოვამზადებთ ამისთვის რაღაცა რესურსების მობილიზებას მოვახდენთ და აი გრანტის შემდეგ უკვე ესე იგი იპოვის შესაბამის უნივერსიტეტის ფაკულტეტს პროფესორად და შემდეგ. ხო და ნუ ფაქტია რომ ამის საშუალებასაც ყოფს ეს ყველაფერი და ეს არ არის ამ შემთხვევაში ერთი რომელიმე ბავშვის
თვის გამოცლილი შესაძლებლობა. მე მგონია რომ ეს არის გამოცლილი შესაძლებლობა ათასობით ახალგაზრდისთვის, რომელიც საბოლოოდ აი ამ რაღაცა ვერტიკალურ მობილობას თუ სოციალიზაციის გზას ამ ქალაქში გადის, დედაქალაქში გადის. მე მგონია რომ თბილისის როგორც ამ ქვეყნის სოციალური საზოგადოებრივი ეროვნული სხეულის შემკრელის როლის გამოსვლაც არის, იმიტომ რომ იცით თქვენ რომ ეს ერთი ფაკულტეტი, ერთი ქალაქი ამ იდეას ფაქტიურად თბილისის ამ იდეას, რომელიც ჩემი აზრით ამ ქვეყნის როგორც ეროვნული პროექტის, ესე იგი რაღაცა ჩამოყალიბებაში ძალიან სერიოზულ და მნიშვნელოვან როლს თამაშობდა, ამასაც გვაკლებს ხელიდან. საკუთარ ტყავზე მაქვს თუ გამოცდილებაში მაქვს ეს ყველაფერი, მე ვიცი რას ნიშნავს რაიონიდან, სოფლიდან თბილისში ჩამოსვლა, თავის დამკვიდრება და მე ეს რა ტიპის შესაძლებლობებს უხსნის ახალგაზრდებს, ხო? და ამასობაში ეს რა თქმა უნდა სიამოვნებით ვიზამდი იმას, რომ არ ვიცი, აი ამ ერთი ფაკულტეტის იდეაც ეხლა როგორია, ხო? მე ვსწავლობდი პირველი ჩემი ბაკალავრიატი დამთავრებული მაქვს უნივერსიტეტის სიგნალის ფილიალში. და ვთვლი რომ სიგნალის ფილიალი გენიალური ადგილი იყო საუნივერსიტეტო სივრცეთ ნამდვილად, მაგრამ მინდა შეგახსენოთ რომ ამ ადგილას დღეს არსებობს ელიტური სასტუმრო, სადაც იყო ეს უნივერსიტეტი ამ შენობაში, რომელიც ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს და ჩხარტიშვილს, ხო და ეს ფაქტიც, ხო, კიდე ერთხელ მაფიქრებინებს იმის თაობაზე, რომ ჯამში ეს ყველაფერი იქნება აბსოლუტური ფარსი და არანაირი ესე იგი რაღაცა მართლა განაწილება, როგორც თვითონ უნდათ რომ განახონო ამითი რეგიონებს განმოვითარებ და ასე შემდეგ. ამისთვის თუ 13 წელი არ უფიქრია და უფრო პირიქით აკეთებდნენ, რატო უნდა დავიძინოთ, რომ რამე მსგავს გააკეთებენ დღეს, ასე რომ ხო და ბოლოს ვიტყოდი, რომ არ ვიცი, ყველას გვაქვს საფიქრი, რაღაცა ის ენა, შეიძლება ესეც არ არის საკმარისი, ეხლა რა ენაზეც მე ვლაპარაკობ, არც ეს აქცია საკმარისი, არც ჩვენი სოციალური ქსელების პოსტებია საკმარისი, არც მედიაში ჩვენი და სხვების და პროფესიონალების ამ შემთხვევაში ლაპარაკია საკმარისი, იმიტომ რომ აშკარაა, რომ წესით ეს საკითხი ბევრისთვის უფრო გაცილებით მეტისთვის უნდა იყოს ახლოს და გაცილებით მეტს უნდა უბიძგებდეს მოქმედებისთვის, ვიდრე ამ წუთას ამას გძნობდა. მგონია რომ ამაზე ყველამ ბევრი უნდა ვიფიქროთ კიდევ როგორ ავუხსნათ ჩვენს თაობას, რომ მათი შვილები რას კარგავენ და მეორე მხრივ როგორ ველაპარაკოთ სწორად ამ ყველაფერზე ახალგაზრდებს. მადლობა. მეგობრებო, მინდა კიდევ რაღაცა დავამატო, რაც ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია და როდესაც განათლებაზე ვლაპარაკობთ ხოლმე, საკმარისად ყურადღებას არ ვამახვილებთ. ჩვენ ახლა აქ ვისაც გიყურებთ, ჩემი ასაკის ბრძანდებით ძირითადად, ახალგაზრდებით ყავს, მაგრამ მაინც ჩემი ასაკის ბრძანდებით და მე 90-იანებში მაქვს ბავშვობა გატარებული და აი ხა ისეთი განცდა მაქვს ამ ეგრეთ წოდებული რეფორმით, რომ ძალიან დიდი რაოდენობა ადამიანების, ძალიან დიდი რაოდენობა ახალგაზრდების უბრალოდ ქუჩაში დარჩება. და ჩვენ 90-იანების ადამიანება ვიცით, რას ნიშნავს ქუჩაში დარჩენილი ახალგაზრდობა. ჩვენ ეს გამოგვივლია, გვიცხოვრია, გვინახია საკუთარ თავზე და საკუთარ ტყავზე, ხო? ეს პირდაპირ ნიშნავს ბირჟების გამაგრებას, ეს პირდაპირ ნიშნავს ნარკოდამოკიდებულებას, ეს პირდაპირ ნიშნავს მცირე თუ დიდი დოზის კრიმინალს და უნდა კარგად გვესმოდეს ალბათ და ამაზე კიდე ხმაღაღლა ვისაუბროთ, რომ ამის რეალური საფრთხეა. სად სწავლენ და რას გააკეთებენ ის ახალგაზრდები, რომლებიც უმაღლესი განათლების მიღმა დარჩებიან. არ არსებობს დღეს მათთვის ადგილი. პროფესიული სასწავლებლები არ არის გამოსავალი, იმიტომ რომ დღეს ჩვენ არასაკმარისი რაოდენობის პროფესიული სასწავლებლები გვაქვს და უბრალოდ ისინი ვერ დაიტევენ ამდენ გარეთ დარჩენილ ახალგაზრდებს. ვერც დასაქმდებიან საკმარისად სიმართლე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ დღესაც ვიცით, რომ თუნდაც იმ პირობებში, როდესაც ბიზნესი წუწუნებს მუშა ხელის ნაკლებობაზე, მაინც ახალგაზრდებში უმუშევრობა არის ძალიან მაღალი, იმიტომ რომ ეს ახალგაზრდები არიან დაბალკვალიფიციურები. ამიტომ შეკითხვა არის, რას გააკეთებენ ის
17, 18, 19 წლის ახალგაზრდები, ბიჭები, გოგოები, რომლებიც უბრალოდ განათლების გარეშე უმაღლესი განათლების გარეშე იქნებიან და 1 წელი და 2 წელი კი არა, მთელი ცხოვრება ისინი ვეღარ შეძლებენ მე ჩაებან ხელახლა დავუშვათ განათლების პროცესში და აიმაღლონ კვალიფიკაცია, ხო? ამიტომ ამაზე ჩვენ არავინ არ გვცემს პასუხს, რომ გარეთ დარჩენილი ათასობით ახალგაზრდა ქუჩაში უნდა იჯდეს, ბირჟაზე უნდა იჯდეს. რა უნდა გააკეთონ ამ ადამიანებმა? რატო უნდა დავკარგოთ ჩვენ ამ ახალგაზრდების რესურსი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ფინანსურად ვერ შეძლებენ და ესეც ხო კარგად ვიცით, რომ უნივერსიტეტში ყველაზე მეტად მოხვედრა გაუჭირდება სოციალურად მოწყვლად ოჯახებიდან გამოსულ ახალგაზრდებს, ხო? ესე იგი რა გამოდის, ერთის მხრივ ისინი ისედაც გაჭირვებული ოჯახებიდან არიან და მეორეს მხრივ ისედაც ქუჩაში დარჩებიან. ეს ხომ ჩვენ ვიცით, რომ პირდაპირ არის ბილეთი კრიმინალისკენ. პირველი ქვეყანა ხო არ ვიქნებით ჩვენ, სადაც ეს მოხდა. ჩვენ ხო ვიცით სოციალური უთანასწორობა და სოციალური გაჭირვება, რომ არის პირდაპირ მიზეზი და ბაზისი სხვადასხვა ქვეყნებში კრიმინალის ზრდის, ხო? ეს ხო ახალი არაა და რაღაცა მეცნიერულ გამოგონებას ხომ არ ვამბობთ, არა? რატომ ამაზე არ საუბრობს არავინ? დღეს პარლამენტში განხილვა იყო, მინისტრის მოადგილე იყო და სიმართლე გითხრათ, ვერც კი შევძელი ყურება იმდენად ამაზრზენი იყო ეს მუდმივი მადლობები და თავის ქნევა და არ ვიცი ეს მორჩილება ძალაუფლებისადმი ამ ჩვენი ეგრეთ წოდებული პარლამენტარების, რომელსაც ერთი კრიტიკული კითხვა არ აქვს. ეს საერთოდ როგორ ხდება, რომ პარლამენტარი გქვია და კითხვის დასმის უნარი არ აქვს. მადლობა. მადლობა მედია. რა ვიცი, ვისაც გაქვთ სურვილი, აი ბოლო ნაწილზე განსაკუთრებით ხო განათლების სოციალურ ფუნქციაზე, სოციალიზაციის კუთხით დანიშნულებაზე, ამაზეც რომ ვისაუბროთ, ძალიან კარგი იქნება და ლელა თქვენ თუ გვეტყვით, ლელა გაფრინდაშვილი მინდა რომ გამოვიწვიოთ, თუ გექნებათ სურვილი განსაკუთრებით ამ ნაწილზე, იმიტომ რომ მე მახსოვს თქვენ საუბრებს ხშირად უსმენდი ხოლმე და ამ კუთხით ყოველთვის საინტერესოდ საუბრობდით და მე მგონია რომ ეს პერსპექტივაც რო შემოვიტანოთ, კარგი იქნება. მოგესალმებით მეგობრებო. რა თქმა უნდა, აი ქალბატონს დავეთანხმები, რომ სამწუხაროდ პოსტსაბჭოთა საქართველოში განათლება არ არის აკადემიური პროექტი. სამწუხაროდ. უпростоრად უფრო ნაკლებად არის აკადემიური პროექტი, უფრო არის სოციალური პროექტი. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ოჯახები იმისათვის, რომ შვილებს მიაღებინონ განათლება, ფიქრობენ არა იმდენად ამ განათლების აკადემიურ შედეგებზე, რამდენადაც სოციალურ სარგებელზე. სოციალურ სარგებელზე, რადგან იციან, რომ სისტემა, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, ოჯახი როგორც ამ სისტემის შემადგენელი ნაწილი, ეზო, მეგობრები, სამსახური, რა ვიცი, ინსტიტუციები არ არის უსაფრთხო ადგილი ახალგაზრდისთვის. და მშობლები ხვდებიან, რომ უნივერსიტეტი, დიახ და საგანმანათლებლო დაწესებულება არის ადგილი, რომელიც ამცირებს აი ამ ახალგაზრდებში კრიმინალის თუ ვთქვათ, ესეთი არასოციალური ქცევის ალბათობას. იმიტომ რომ ყველამ ვიცით, რომ მორალი საერთოდ არის განათლებასთან დაკავშირებული, ხო? ადამიანი, რომელსაც არ აქვს განათლება, მისი მორალი ბევრად უფრო დაბალია, მორალი არა მორალისტური აზრი, არამედ საუკეთესო აზრით, ხო? დაკავშირებული არის განათლებასთან. სხვათა შორის, როდესაც ვფიქრობ აი ამ სრულიად წარმოუდგენელ ვითარებაზე, ეხლა რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, ხშირად მიჩნდება სურვილი რაღაცნაირი შედარების, ხო? თქვათ მე საბჭოთა პერიოდში მივიღე განათლება, სხვა შორის არ ვიყავი ისეთი წრის ოჯახიდან, რომელსაც გარანტირებული მქონდა განათლება, მე და დედა თბილისში გამოცდებზე ჩამოვედით ნასესხები
ფულით ფილოსოფიურზე ჩავაბარე მე და როდესაც პირველ გამოცდაში ხუთიანი მივიღე დედაჩემმა სანამ არ ჩემი საგამოცდო სანამ თვითონ არ ნახა არ სჯეროდა ამიტომ ეს ამ პერიოდში სხვათა შორის ისეთი წრის წარმომადგენელი როგორიც მე ვიყავი ხო სოციალურად ეგრეთ წოდებული მოსამსახურის ოჯახიდან ამ ადამიანებსაც ანუ ჩემი წრის ადამიანებსაც და შედარებით უფრო დაწინაურებულებსაც ეკონომიკურად ხო ჰქონდათ ერთნაირი შესაძლებლობა იმისათვის რომ მოხვედრილიყვნენ უნივერსიტეტში ანუ ეს იდეა უნივერსალური შესაძლებლობის და უნივერსალური განათლების მიღების აბსოლუტურად ან უნივერსიტეტის იდეის თავარი საძირკვლები შეიძლება ითქვას რომ სრულიად ნიველირებული არის აი იმ შემოთავაზებით ეხლა რასაც თავაზობენ და ყველაზე მთავარი იცით ბევრ რამეს ვისმენ ეხლა ამ დღეებში და ყველაზე მთავარი რაც არის ამ ყველაფერში და ვისაც გვახსოვს საერთოდ პოსტსაბჭოთა საქართველოში განათლების სისტემაში რეფორმები აი ხელისუფლებების ცვლილებების კვალდაკვალ რეფორმები ხო ყველაზე მთავარი რა არის მთავარი არის ის რომ პრინციპში ყველა ხელისუფლება რაღაც საძირკველს დებს რაღაც აგურს დებდა აი ამ განათლების სისტემაზე და ყველა შემდეგი ხელისუფლება ცდილობდა არა თქვათ გაუმჯობესებას არა რაღაცნაირ ევოლუციას აი ამ გაკეთებულის არამედ აბსოლუტურ დესტრუქციას იმისას რაც იყო გაკეთებული და ეს ყველაფერი კეთდება არა რაღაცა კეთილშობილური მიზნით ჩემი აზრით არამედ იმ მიზნით რომ სულ ეს სისტემა განათლება იყოს აი ამ რყევის მდგომარეობაში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან მნიშვნელოვნად ხელისშემშლელი განათლების სისტემისთვის და ეს არის უმნიშვნელოვანესი. პოლიტიკურ ჭრილსაც რო შევხედოთ, ხო? მართალი გითხრათ, მე აი სრული როგორ ვთქვათ, გულწრფელობით თუ რამე დამეჯერება, მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად არ მაქვს განცდა, რომ მე მუშაობ იმავე უნივერსიტეტში, რომელიც დავამთავრე. აი არაფერი არ მიქმნის ამ თუნდაც ემოციურ დონეზე განცდას, რომ იმავე დაწესებულებაში ვარ, სადაც ვსწავლობდი. და ეს არის სწორედ აი ესეთი არამეგობრული, არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულება პროფესორების მიმართ, სხვათა შორის, რომელზეც იშვიათად არის ლაპარაკი, უფრო სტუდენტთა უფლებები და ასე შემდეგ, მაგრამ პროფესორების უფლებებზე არავინ არ საუბრობს და ეს არის რაღაცნაირი ადმინისტრაციის მხრიდან უფრო ისეთი სადამსჯელო დაკვირვება, ხო? აი რაღაცა ზედამხედველობა, ვიდრე ვთქვათ თანამოაზრის მიმართ დამოკიდებულება, ხო? აი ეს მონიტორინგი ეგრეთ წოდებული ისევ არის, რომელიც აი აკვირდება, დასდევს პროფესორებს, რომელსაც მოვიდა, რომელსაც წავიდა, მაგრამ არც ერთი კითხვა, არც ერთი კოლაბორაცია, არც ერთი შეკრება იმისათვის, რომ თქვათ დაგვისვან კითხვა, რას ვასწავლით? რითი ვასწავლით? რომ ვასწავლით, სწავლობს ვინმე? ან თუ არ სწავლობს, რატო არ სწავლობს? აი ეს კითხვები სახელმძღვანელოები გვაქვს საერთოდ? ან თუ გვაქვს როგორ არის, რა კორელაციაშია იმასთან, რასაც ლექციაზე ლაპარაკობთ და ასე შემდეგ, ხო? ანუ ეს ფუნდამენტური კითხვები სამწუხაროდ არ დაისმის უნივერსიტეტში. მე არ ვიცი სხვაგან როგორ არის, როგორი განცდები აქვს, მე ჩემი სუბიექტური შთაბეჭდილებებით გესაუბრებით და ღრმადა ვარ დარწმუნებული, რომ მე არა ვარ ერთადერთი და არა ვარ უმცირესობაში ამ თვალსაზრისით, ხო? და პროფესორები იმდენად ჩათრეულები არიან ამ რუტინაში და იმდენად შიში აქვთ იმისა, რომ ეს რუტინული აბსოლუტურად ზოგჯერ შეურაცხმყოფელი შრომაც კი და შრომის ადგილიც კი არ დაკარგონ და ასე ვთქვათ, არ დარჩნენ ხელმოცარული საერთოდ. და ასევე მადლობა მინდა გითხრათ აი ამ შეხვედრის ორგანიზატორებს. მე ვფიქრობ, რომ ერთადერთი სტრატეგია გვაქვს ეხლა ჩვენ, რომ რაც შეიძლება ხშირად, რაც შეიძლება ბევრგან
და რაც შეიძლება ბევრი ვილაპარაკოთ ამ პრობლემებზე, რომლებსაც ჩვენ აქ თავი მოგვეყარა. დიდი მადლობა. მადლობა, ხალხო. აი, კიდე თუ არის სურველი, თუ არა, მე მგონი შეგვიძლია რომ შევაჯამოთ პრინციპში ერთი დამახასიათებელი, რაც ამ შეხვედრას ჰქონდა, ისევ სიმცირე არის თვითონ სტუდენტების, ახალგაზრდების და თქვა ძირითადად მაინც ჩვენ საუბრობთ, მაგრამ ესეც მნიშვნელოვანია, ხო, იმიტომ რომ მაგალითი ნამდვილად სტუდენტებს უნდა მივცეთ, ხო და ასევე ინფორმირებაც უნდა მოვახდინოთ და აბსოლუტურად ვეთანხმები, ხო, რომ ამ განათლების უნივერსალურობის იდეას პირველ რიგში ებრძვიან, ხდიან მას რაღაცა ელიტურს, ხდიან მას მხოლოდ კიდრებისთვის ხელმისაწვდომს და ასევე ინტერდისციპლინურობის იდეასაც ებრძვიან. ხო, ეს რაღაც გაუგონარი ერთი ფაკულტეტი, ერთი ქალაქი, აი წარმოუდგენელი ისა რა შემოთავაზებები არის და აი რაც დასაწყისში ასევე ვახსენეთ და რაც ხალხთან ლელამას თქვა, არა მხოლოდ უნივერსიტეტში დამოკიდებულება, არამედ თვითონ აი მინისტრის მოადგილის დამოკიდებულება ეს აგდებული, ხო, რომ ესე იგი საკითხულიდან გააზრების პრობლემა აქვს, ესე იგი რეგულირებული არ არის, თქვათ, განათლების სპეციალისტობა თუ ექსპერტობა და თორე ისე არაფერი წარმოდგენა მათ არ აქვს და ანუ რაღაცა ისე საუბრობენ აგდებულად, ხო, ადამიანებზე, ხო, რომ თითქოს ამის უფლება აქვს და თითქოს თქვათ პირიქით თავშეკავების ვალდებულება არ აქვს, ხო? და არა და რო შევხედოთ, ხო, ეხლა თვითონ ზვიად გაბისონია იქნება ეს, მარიამ ლაშხი იქნება თუ სხვები, ხო, რომ ერთი დღე რო არა აქვს განათლების სისტემაში გატარებული, ზვიად გაბისონია თვითონ რუსთაველის ცენტრის დირექტორი იყო და არაფერი სასიკეთო მას არ გაუკეთებია, ხო? და მთლიანად, რა ვიცი, მართლა მავნებლებით არის სავსე ეს სისტემა რაღაცა კარიერული წინსვლის იმად არის გადაქცეული განათლების სამინისტრო, ხო, რომ ადგილი ისთვისაც არ მოიძებნებოდა განათლების მინისტრის მოადგილედ ან თვითონ მინისტრად ნიშნავდნენ ხოლმე და მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანია მათ შორის ეს შეხვედრებიც, მაგრამ ასევე გამრავალფეროვნება ჩვენი აქტივობების, დისკუსიების, სივრცის უფრო მათ შორის რეგიონებში, რა ვიცი, ძალიან ბევრს ვფიქრობ, ეხლა გქონდათ თქვათ იგივე სიკოც მახსოვს დადიოდა ზუგდიდში იყო და კიდევ სხვაგან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იქაც ადამიანებს აუხსნათ, განსაკუთრებით საუნივერსიტეტო ქალაქებში, ხო, რომ ანუ რა საფრთხეს და რა რისკებს შეიცავს ამ ქალაქებისთვის პირველ რიგში აი ეს ეგრეთ წოდებული ცვლილება და რეფორმა. მადლობა მოკლედ ყველას, ვინც მოახერხეთ მოსვლა. ეხა უკვე ჩვენი ყურადღება კიდე ერთხელ ვამბობ, უნდა გადავიტანოთ 5 საათზე პლენარულ სხდომაზე, სადაც განიხილავენ, ესე იგი 1 მილიონზე მეტი ადამიანისთვის ხმის უფლების ჩამორთმევის საკითხს და რაღაცნაირად ეს გარემოში და არ იგრძნობა, ასე ვთქვათ, რომ ამდენად მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება, გასაგებია, რომ ჩვენი კონცენტრაცია ეს ცოტა ფრაგმენტირებული არის, მაგრამ მაინც მადლობა და მოკლედ შემდეგ სამშაბათს შევხვდებით ისევ 3 საათზე, იქამდე ცხადია გვექნება კიდევ არაერთი აქტივობა. მადლობა და დროებით.